იცოდით, რომ ნეითივები ვერ აღიქვამენ აი ამ ბგერას, აი ამ სიტყვაში? ერთ-ერთი წერილობითი ფორმის გამოკითხვაში მათ უნდა მოინიშნათ ეს ბგერა პატარა ტექსტში, ყველგან სადაც მას დაინახავდნენ. 85%-მა ეს ბგერა ვერ დაინახა აი ამ სიტყვაში. რატომ? იმიტომ რომ მათ აღქმით სისტემაში ეს სიტყვა ჟღერს არა როგორც of, არამედ of ან of. უცხოენის აღქმის დროს ჩვენთვის, როგორც არანეითივებისთვის პრობლემები სწორედ აქ იქმნება. და რადგან ინგლისური ენის შესწავლა ჩვენთვის უფრო მეტად კითხვითი ფორმით იწყება, ჩვენ სიტყვებს უფრო ხშირად თვალით ვიმახსოვრებთ, ვიდრე სმენით. სწორედ აქ ჩნდება მერე Google-ის, კუკუმბერის და ბიგუგლეს ინგლისური. და შემდეგ აი ესეთ საფუძველზე იქნება ჩვენს ტვინში მყარი ნეირონული კავშირები. წარმოთქვაზე მუშაობა ძველი პატერნების დავიწყების და ახალის წარმოქმნის პროცესია, რომელიც ეფუძნება თეორიას და მყარდება ბევრჯერ გამეორებით. დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე. ხო, ყოველთვის of და არა of. მადლობა ყურადღებისთვის.